ვაიმე ღმერთო მოგესალმებით ყველას ვისაც უკვე გვიძავთ იმიტომ რომ საქართველოში საკმაოდ ადრეა თუმცა ემიგრანტების ნაწილს ალბათ ჯერ კიდევ გვიძავთ ვინც მიყურებთ ხელთათმანი გავიკეთე იმიტომ რომ ისეთი გამყინვარებაშია რომ სხვანაირად არ გამოვა მოგესალმებით მე და ჩემი მეგობარი ნაზი შემოგვიერთდება ეხლა მაყურებელი მოკლედ ჩვენ ვიმყოფებით ვაშინგტონში ჩამოვედით ამერიკის დედაქალაქში იმისთვის რომ ერთად აღგვენიშნა მეგობრებს შობის წყინვალე დღესასწაული მაგრამ ისეთ ცივა ისე ყინავს აი თითები ხო წამეყინა ხელთათმანი მიკეთია ორი ქურთუკი მაცვია და შიგნიდან კიდე ჯემპრი აი გამყინვარებაში ვარ და ეხლა რაზე გვინდა რომ გელაპარაკოთ ვდგავართ კაპიტოლიუმის შენობასთან მცირე ინფორმაციას მოგაწვით ანუ სადაც კონგრესი იკრიბება ხოლმე და საიდანაც იმართება ეს სამყარო მოკლედ და გაჩვენებთ ახლა ამ შენობას რომელიც ვაშინგტონში ყველაზე მაღალი შენობაა და პირველი ქვა ამ შენობის საფუძველში 1793 წელს ამერიკის პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა დადო ხელთათმანით თუ შევძლებ რომ კამერა მივატრიალო ვაიმე ვერა ეს ხელთათმანი გამაძრებ ხო მიდი მიატრიალო ოკეი აი ესეც კაპიტოლიუმის შენობა რომლის სანახავადაც მოვედით ჩამოვედით შორეული ნიუ-იორკიდან ნუ არც შეშორეულიდან მაგრამ მაინც ხო და ესე იგი ვიარეთ სლაიდ 6 არა ანუ კი 4 კი რომელსაც წამოვედით ხო ნუ მოკლედ ანუ ბევრი ვიარეთ საკმაოდ და ესე იგი მთელ ამ დედაქალაქში ვეძებდით სახალხო განათებებს და რაღაცა ჩემ მეგობარმა ანუ რაღაცა გადაიღო და მეთქი ქართველი ხალხი რითი გავაკვირო მას შემდეგ რაც თბილისი ულამაზეწად გვაქვს უკვე წლები ამორთული აი ეს ხდება ამერიკის დედაქალაქში ანუ არაფერი სრული სიბნელე და სრული არ ვიცი აი სიბნელე და ერთადერთი ნაძვის ხეა რომელიც ვაშინგტონში დავინახე და მეთქი აი ნაძვის ხე ამის მეტი ნაძვის ხე ამერიკის დედაქალაქში მე ჯერ არ მინახავს თეთრ სახლთანაც ვიყავით მისულები და საჩურის დაფხულშიც ვიყავით ჩამოსული და მას შემდეგ რაც პოლიციას შემოაკვდა შავკანიანი გახსოვთ ფერადკანიანი აფროამერიკელი მამაკაცი იმართებოდა ხოლმე აქციები და იმ ფონზე საერთოდ გადაკეტეს თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია და დღემდე არის გადაკეტილი აი სიახლოვესაც კი არავის არ უშვებენ და როგორც გითხარით ახლა შემოგიერთდით აქედან იმიტომ რომ თეთრი სახლიდან არაფერი არ იყო სანახავი და არც პრინციპში არაფერი სათქმელი არ მქონდა ესეც აკაური ნაძვის ხე რაღაცა ძალიან ანუ საყვარელი კია მაგრამ აი იმ ფონზე რომ თბილისში ესეთი მაგარი ნაძვის ხე გვიდგას და ესეთი მაგარი განათებები გვაქვს რაღაც ცოტა საცოდავი მგონია ეს ნაძვის ხე იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი ასევე აი ის სვეტი რომელიც არის ვაშინგტონის ასე ვთქვათ სიმბოლო და რომელთანაც ხვალაც გამოვალთ და იქიდანაც ლაივები მაქვს ჩართული ქვეყანა და რა ვიცი ამდენი აღარ მახსოვს ნაზი მოდი შენც გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები როგორ მოგწონს საქაურობა ძალიან ცივა ხო ნაზი პირველად არის ვაშინგტონში მისი დიდი სურვილით წამოვედით აქ იმიტომ რომ უნდოდა რომ ენახა ამერიკის დედაქალაქი და რამდენად კმაყოფილი ხარ და გაამართლა თუ არა აქაურობამ შენი იმედები კი რა მოგეწონა რითი ხარ კმაყოფილი ჩვენ ხო საშობაოდ ჩამოვედით რომ განწყობა შეგვექნა აქ და ამ ნაძვის ხის გარდა ვერაფერი ვერ ვნახეთ რა მოგეწონა თეთრი სახლი ვერ დაინახე მაინც ერთად ვართ თავარია მე რა რომ ზამთარია ჩვენ ერთად ვართ თავარია კი კი სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ შემთხვევით შტატ ვირჯინიაშიც აღმოჩნდით ხვალე მთელი დღე და ზეგ მთელი დღე საღამოს წავარ ხო კვირას ვრუნდებით ნიუ-იორკში ხო და მოკლედ მიხარია რომ კმაყოფილი ხარ მაგრამ კმაყოფილება მგონი მით არის გამოწვეული რომ ერთად ვართ ჩვენ მეგობრები ხო და არ ვიცი ამას ვეღარ ვატრიალებ შემოატრიალებ ხათათმანების გარეშე უბრალოდ ვიყინები და დიდები მძრება ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ მიყვარხართ ძალიან ხორი ხარია ძალიან ცივა ხო და კომენტარებში ითხოვდნენ რომ გვაჩვენეო დედაქალაქიცო როგორ არის განათებული სახალხო და ესეც ჩემი იმედგაცრუებული ლაივი იმიტომ რომ არაფერი არ ხდება საერთოდ ანუ აი არ ველოდი მართლა რა ამერიკას არ ეკადრება ეს ყველაფერი. ხო და ხალ ვაპირებთ რომ დავიაროთ მთელი ვაშინგტონი, ხა
ჩვენ მივდივართ მერილენდში, ბალტიმორში. ბალტიმორი ქალაქი, რომელშიც რამდენჯერ ვიყავ. ხო, ვირჯინიაშიც მივდივართ ხვალ და კიდე სად მივდივართ. მეტი მე მგონი არსად და სავარაუდოდ გავივლით ფილადელფიაში. სავარაუდოდ არა, გავივლით. ხო, კვირას თუ მოვასწარით, თუ ვერ მოვასწარით, ვერ დავჩებით გარეთ. მოვასწრებთ ავიცილებლად. ხო, მოკლედ გემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. ძალიან მიყვარხართ და გისურვებთ ბედნიერშობა ახალ წელს. ეს როგორ გავთიშო არ ვიცი. მილოცავთ ბედნიერშობა ახალ წელს, სრულიად საქართველოს მიყვარხართ. ძალიან